საპრეზიდენტო არჩევნები მესამედ იცვლება 27-31 და ისევ 27. ბოლო გადაწყვეტილებით საქართველოს მოსახლეობა ახალ პრეზიდენტს 27 ოქტომბერს აირჩევს. ავლაბრის რეზიდენციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. თარიღის შესვლამდე ანდრე ბარნოვი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. მესამე სექტორი რეზიდენციაში ერთადერთი მოთხოვნით იყო მისული. იურისტების აზრით არჩევნების 31 ოქტომბერს, ანუ ხუთშაბათს დანიშნა ემიგრანტებს პრობლემებს შეუქმნიდა, რის გამოც თვის ერთ-ერთი კვირა დღის შერჩევა მოითხოვეს. ბარნოვთან შეხვედრამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური მიმართვაც გაავრცელეს. და გვანცა პაპავაძე ჩაგვერთვება ავლაბრის რეზიდენციიდან პირდაპირ ეთერში. გვანცა, რატომ ისევ 27 ოქტომბერი და რას ამბობენ შეხვედრიდან გამოსული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები? ლევან, როგორც უკვე აღნიშნეთ, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი უკვე მესამედ შეიცვალა. სულ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კვლავ 27 ოქტომბერს ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა მიიღო მისი ადმინისტრაციის უფროსისა და არასამთავრობო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ. როგორც მისი ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, არასამთავრობო სექტორს ჰქონდა ძალიან სწორი არგუმენტები საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო. მე ახლა ვესაუბრებ პრეზიდენტს ჩვენი შეხვედრის შემდეგ და ჩვეულებრივად გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორც საზოგადოება სამშენებლოში სურს. დაინიშნება არჩევნები 27-ში კვირას და სულ მალე ამას ოფიციალურად გავაფორმოთ დღეს ფორმალურად. არგუმენტები ქონდა არასამთავრობო სექტორს. დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც საუბრობდნენ, რომ საარჩევნო კოდექსში არის ნორმა, რომლის თანახმადაც ყველა არჩევნები გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ დღეს, თუმცა მათივე განცხადებით არც ქვეყნის კონსტიტუციაში და არც საარჩევნო კოდექსში არ არის ნორმა, რომელიც მიუთითებს, რომელ დღეს უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ მათი განცხადებით პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა უფლება, რომ დანიშნულიყო არჩევნები ხუთშაბათს დღეს, თუმცა ამის შემდეგ უკვე საუბარი დაიწყო მიზანშეწონილობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო დანიშნული იყო არჩევნები ხუთშაბათს დღეს. განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით ეს პრობლემებს შეუქმნიდა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემისათვის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის მიერ რამდენიმე წუთის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს უკვე პოზიტიურად აფასებენ. ჩვენ ხონდა კონკრეტული არგუმენტები, რაც პრეზიდენტმა გაითვალისწინა, კერძოდ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური სამართლებრივი თვალსაზრისით შეიძლება კანონმდებლობაში აკრძალვა არ იყო იმისა, რომ ხუთშაბათს ჩატარებული იყო არჩევნები, მიზანშეწონილი იყო იმ ხუთშაბათს არა და კვირას არჩევნების გამართვა გამომდინარე იქიდან, რომ ამ მრჩეველთა მაქსიმალურად მეტ რაოდენობას ჰქონდა არჩევნებზე მისვლის და არჩევნის გაკეთების საშუალება. მე მივესალმები ასეთ დროულ რეაგირებას პრეზიდენტის მხრიდან და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთაც საქართველოში ზიაქტიურებენ არჩევნების დღეს და ეს იქნება მათთვის კიდევ წამახალისებელი ფაქტორი, რომ წავიდნენ არჩევნებზე. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მთელი საზოგადოების დროული და სწრაფი რეაგირების შედეგი. ვფიქრობ, რომ მთავრობის ყველაზე დიდი ინტერესი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გამოხატოს თავისი ნება. ზუსტად ამას ემსახურებოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ნამდვილად ეს იყო პოზიტიური ნაბიჯი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ არჩევნების თარიღი მესამედ შეიცვალა. თავდაპირველად ნათქვამი იყო 27 ოქტომბერის, შემდეგ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით არჩევნები დაინიშნა 31 ოქტომბერს. დღეს კი გადაწყვეტილება კვლავ პირვანდელ გადაწყვეტილებას დაუბრუნდა და გადაწყდა, რომ არჩევნები დაინიშნება 27 ოქტომბერს. დიდი მადლობა, გვანცა პაპავაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.